გარესამყაროსთვის ჩანს, რომ პუტინს უკრაინაში საქმე თავზე სატრელად აქვს, მაგრამ კრემლის სიღრმეში გეგმები მზადდება. პუტინი შესაძლებლობას გრძნობს. ის ასევე სასუცარკვეთილებასაც განიცდის და როცა ეს ორი ძლიერი გრძნობა ერთად არსებობს, პუტინის პასუხი ყოველთვის ერთია. გააკეთოს ის, რაც არავის უნდა რომ გააკეთოს. ესკალაცია. მოსალოდნელია ესკალაცია, რომელიც აქამდე არ გვინახავს. ასე ამბობს აშშ-ის დაზვერვა, რომლის მიხედვითაც ნატოზე რუსეთის თავდასხმა ჰორიზონტზეა. ამ ვიდეოში განვიხილავთ, რატომ და როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს თავდასხმა, მაგრამ ჯერ გეტყვით, რას ვიგებთ უშუალოდ დაზვერვისგან. 8 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი აშშ-ის დაზვერვის მიხედვით რუსეთი გეგმავს ნატოს ერთიანობის გამოცდას და აპირებს, როგორც თავად უწოდებს, შეზღუდული თავდასხმა განახორციელოს ნატოს მოკავშირე ქვეყანაზე. თავდასხმის ხასიათი, რა თქმა უნდა, განხილვის საგანია. საუკეთესო ვარაუდები მერყეობს კიბერთავდასხმიდან დაწყებული მცირე მასშტაბის შეჭრამდე იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ნატოს ალიანსში შედრომით სუსტად მიიჩნევს. თუმცა მიუხედავად იმისა, რა ფორმას მიიღებს ეს თავდასხმა, ვლადიმირ პუტინის მიზანია გამოცადოს, რამდენად მტკიცია ნატოს ერთიანობა მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში. განსაკუთრებით იმ მხრივ, თუ რამდენად მოხდება ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის ამოქმედება ასეთი თავდასხმის პასუხად. ამ მუხლის მიხედვით ნატოს ყველა წევრს ევალი დახმარება დახმარება გაუწიოს ნებისმიერ წევრ ქვეყანას, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმის მსხვერპლი გახდება. ვლადიმირ პუტინი ამ მუხს აკვირდება და თავს ეკითხება. ნამდვილად ისეთივე ურყევია თუ არა, როგორც ნატო ამტკიცებს. რუსეთის ლიდერი იწყებს ფიქრს, რომ საჭიროა გამოცდა. ამტკიცებს აშშ-ის დაზვერვა და ეს გამოცდა შეიძლება უფრო მალე დადგეს, ვიდრე ვინმე ეგონა. CNN-ის ცნობით დაზვერვის ბრიფინგთან ახლოს მყოფი სამი წყარო ამტკიცებს, რომ ეს მოსალოდნელი რუსული თავდასხმა შეიძლება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდეს. თავის ანგარიში ტელეგრაფი ბევრად მოკლევადას ასახელებს. გამოცემის მტკიცებით, თავდასხმა შეიძლება რამდენიმე წელიწადში არ იყოს. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე კვირის საკითხი იყოს, სანამ პუტინი განახორციელებს ყველაფერს, რასაც ის და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ კრემლში ყოფნისას, ან უფრო სავარაუდოდ, მათი ლიდერის ერთ-ერთ მრავალ ბუნკერში დამალვისას. ტელეგრაფი წერს, რომ რაც არ უნდა კონდეს დაგეგმილი რუსეთს, ყველაფერი შეიძლება უკვე ამ შემოდგომაზე დაითმოს. მაშინ, როცა კრემლი განიხილავს თავის ვარიანტებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, შემდეგი ნაბიჯების შესახებ. უკვე ივლისში, როგორც აშშ-სა და ევროპის დაზვერვის მონაცემებით ირკვევა, ასეთი ვარიანტები მერყეობდა შეიარაღებული პროვოკაციიდან პოლონეთის ტერიტორიაზე, თავდასხმებიდან ნატოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ასევე ცრუ დროშის ოპერაციებამდე, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის დადანაშაულებას და ნატოში განხეთქილების შექმნას. ერთ-ერთი ასეთი უკვე განხორციელდა, რაზეც მალე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მაგრამ რაც შეეხება ამ ბოლო დაზვერვის ინფორმაციას, არსებობს აშკარა კითხვა. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს რუსეთის დიდი გამოცდა ნატოსთვის? აქედან იწყება გაურკვევლობა, როგორც ხშირად ხდება რუსულ გეგმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ დაზვერვის ინფორმაციით პუტინი სულ უფრო მეტად მზადაა ნატოს ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებები დაამტკიცოს, იტყობინება CBS News. ჰიბრიდული ტაქტიკა ყველაზე აშკარა ვარიანტად ჩანს. ასეთი თავდასხმები ნატოზე ზეწოლას ახდენს, თუმცა რუსეთს მათი უარყოფაც შეუძლია. ამის იდეალური მაგალითი აგვისტოში გერმანიაში ვნახეთ. იქ ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს. ამ დრონის შემოწმება აშშ-მაც ჩაატარა და დაადგინა, რომ ის რუსული წარმოშობისაა, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც CBS-ს ესაუბრნენ. თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომლის უარყოფაც რუსეთს შეუძლია. დრონი აფეთქდა თუ არა, პუტინის გარემოცვა მაშინვე თავის დაცვას დაიწყებდა. ეს ჩვენ არ ვიტავით. გერმანიას ტერორისტებთან პრობლემა აქვს. იქნებ ქვეყანა ასე ანტირუსულად რომ არ იყოს განწყობილი, ეს ყველაფერი არც მოხდებოდა. თვალის ჩაპაჭუნება, იდაყვის გაგვრა. ჰეი, იქნებ გერმანიამ უკრაინას შეხედოს. ეს მათი გაკეთებული შეიძლება ყოფილიყო. პუტინის პრესპიკერებისგან ყველაფერი შეიძლება მოისმინო, რათა დრო გაწელონ და უარყონ, დაბნეულობა და განხეთქილება შექმნან. ეს ხომ სწორედ რუსეთის ჰიბრიდული ომის მიზანია. ასე რომ ლაიფციგში მომხდარის გამეორება ერთ-ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ რუსეთს სხვა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი ვარიანტებიც აქვს. შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიში საუბარია შეზღუდული შეჭრის პერსპექტივაზე. გახსოვდეთ, პუტინის მიზანია გამოცადოს ნატოს რეაქცია. ჰიბრიდული ომი და კიბერტაქტიკა რუსეთის გეგმების ნაწილია, მაგრამ ეს პუტინის მოქმედებების ნაწილი უკვე კარგახანია. პუტინისთვის ნამდვილი გამოცდა იმ მეხუთე მუხლის ამოქმედებაშია, რომელზეც ადრე ვახსენეთ, და განსაკუთრებით იმაში, თუ როგორ უპასუხებს აშშ რუსეთის ესკალაციას ირანის წინააღმდეგ გამოფიტვის კამპანიის შემდეგ. ეს ჰიზერ კონლის თქმითაა, რომელიც ამერიკული საწარმოს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. მან უთხრა Wall Street Journal-ს, კითხვის ნიშანი ისაა, როგორ უპასუხებს შეერთებული შტატები ასეთ შემთხვევაში. რუსეთის მიზანი ყოველთვის იყო ნატოს სანდოობის გამოწვევა და შეერთებული შტატების მოკავშირეებისგან გამოყოფა. ამაზე უფრო ნამდვილი გამოცდა არ არსებობს, ვიდრე ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე შეჭრა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ის მოკავშირეა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ საკმარისად არ იხდის თავის წილს ნატოში წევრობის ფარგლებში.
პოლონეთი იყო ნახსენები, თუმცა ვერავინ დაადანაშაულებს ამ ქვეყანას ნატოს ვალდებულებების შეუსრულებლობაში. პოლონეთი თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს უფრო დიდ ნაწილს ხარჯავს თავდაცვაზე, ვიდრე ნატოს სხვა რომელიმე წევრი, მათ შორის შეერთებული შტატებიც. 2025 წელს პოლონეთმა თავისი MŠP-ს 4.48% სამხედრო ძალებში ჩადო. სხვა შესაძლო ვარიანტები ბალტიის რეგიონშია. ბალტიის ქვეყნები, ლიტვა, ესტონეთი და ლატვია, ყველა შედარებით პატარა და მოწყვლადია, როგორც გარდიან აღნიშნავს. პროვოკაცია ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთში მაგალითად არამარკირებული შეიარაღებული ჯგუფების გაგზავნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან თუნდაც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმის განხორციელება, ნამდვილი გამოცდა იქნებოდა ორგანიზაციის სიმტკიცისთვის. თუ რუსეთი ნამდვილად აპირებს მეხუთე მუხლის გამოცდას, მაშინ მცირე მასშტაბის ტერიტორიის მიტაცება ყველაზე აშკარა არჩევანია. და როგორც Newsweek-ი წერს, ასეთი გამოცდა დროულად ჩაითვლება, თუ ეს მომდევნო რამდენიმე თვეში მოხდება. სცენარი მარტივია. რუსეთი აგზავნის ჯარს, იქნება ეს არამარკირებული თუ არა, ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე. ესტონია ან ლატვია ყველაზე აშკარა არჩევანია, რადგან ორივეს აქვს საზღვარი რუსეთთან. ეს ჯარები არ ცდილობენ დაიძრან დედაქალაქისკენ, როგორც მაშინ, როცა რუსეთმა უკრაინაში 2022 წელს შეიჭრა. ამის ნაცვლად ისინი კვეთენ საზღვარს და იკავებენ ტერიტორიას. თითქოს ბალტიის ძალებს ამოწმებენ, გაბედავენ თუ არა პასუხს მათ ყოფნაზე. ნატოსთვის ჩნდება დილემა. Newsweek აღნიშნავს, რომ ნატოს ბევრმა წევრმა პირობა დადო, რომ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და გააძლიეროს შეიარაღებული ძალები, მაგრამ ეს დაპირებები მრავალწლიანია. რაც ნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა ჯერ მზად არ იყვნენ, რომ თავდაჯერებულად უპასუხონ რუსეთის ძალის ასეთ დემონსტრირებას. ნატოზე მასშტაბური თავდასხმა კი სულ სხვა იქნებოდა. მაშინ რუსეთი უბრალოდ დათვს აღარ გააღიზიანებდა. ეს იქნებოდა დათვის სახეში განმეორებით გართმა, სანამ არ უკბენს. ეს არ არის ის, რაც პუტინს უნდა. მან იცის, რომ რუსეთს გაუჭირდება ნატოს სრულ ძალასთან გამკლავება, როცა უკრაინაში იბრძვის. მაგრამ მცირე მასშტაბის ტერიტორიის მიტაცება სხვა. ეს მეხუთე მუხს გამოცდის წინაშე აყენებს, რადგან აიძულებს ნატოს წევრებს საკუთარ თავს კითხონ. ნამდვილად ღირს თუ არა ძალების მობილიზება რამდენიმე კვადრატული კილომეტრის სასაზღვრო ტერიტორიისთვის. ასევე რუსეთს არ მოუწევს ამგვარი ოპერაციისთვის დიდი რაოდენობის ჯარის გამოყოფა. რაც ზუსტად ის არის, რაც პუტინს სჭირდება, როცა მისი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ჩარჩენილია. ამ სცენაში რუსეთს მხოლოდ მიწის პატარა ნაგლეჯის ხელში ჩაგდება სჭირდება და შემდეგ დაელოდოს, რას გააკეთებს ნატო. პუტინის იდეალურ სამყაროში ნატო არაფერს გააკეთებდა საფასუხოდ. რუსეთი გამარჯვებას გამოაცხადებდა. Ქალა ტერიტორია იმდენად მნიშვნელოვანია ფაქტორიის დაუცველობა ნიშნავს. აი ნახეთ, გამოაცხადებდა კრემლი, ეს კოლექტიური თავდაცვის ალიანსი, რომელშიც თქვენს ფულს დებთ, თქვენ არ დაგეხმარათ. ნატოს სანდოობა მთლიანად დაინგრეოდა, განსაკუთრებით იმ პატარა ქვეყნებში, რომლებიც თავდაცვისთვის ნატოს წევრობაზე არიან დამოკიდებული. შემდგომი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიები ისეთი მასშტაბური იქნებოდა, როგორიც ჯერ არ გვინახავს, რაც შექმნიდა იმ დაყოფას, რომის ნახვაც პუტინს ნატოში სურს. შესაძლოა ეს ყველაფერი არარეალურად ჟღერს, თუმცა აშშ-ის დაზვერვა ფაქტობრივად მიუთითებს, რომ პუტინი თვლის, ახლა მას უფრო მეარჩი არჩევანი მეტი არჩევანი აქვს, ვიდრე ოდესმე მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრა დაიწყო. რუსეთის შეჭრის შესაძლებლობა მცირე მასშტაბით თუ სხვა ფორმით ადრე შორეულ პერსპექტივად ითვლებოდა. ახლა ასე აღარ არის. ხოლ გას უკვირასთან ერთად პუტინის ასეთი ნაბიჯის ალბათობა იზრდება, აცხადებენ აშშ რუსის დაზვერვაში. თუ რუსეთი მცირე ტერიტორიის ხელში ჩაგდებას შეეცდება, მისი სტრატეგია იქნება ჯარების სწრაფად შეყვანა, ელექტრონული ბრძოლის სისტემების დაყენება ნატოს კომუნიკაციების ასარევად და საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება, რათა საჰაერო სივრცე სახიფათო გახდეს ნებისმიერი გამანადგურებლისთვის, რომელიც მის გვერდის ავლას შეეცდება. ეს უბრალოდ ვარაუდი არ არის. როგორც Newsweek-ი აღნიშნავს, ნატო აქტიურად გეგმავს და ვარჯიშობს ასეთ სცენარზე ომის თამაშებში, რომელშიც მისი მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსი მონაწილეობს, რომელიც პირველები იქნებიან ადგილზე, თუ ასეთი ტერიტორიის ხელში ჩაგდების მცდელობა იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო ემზადება იმისთვის, რომ მსგავსი რამ მოხდეს. თუმცა ომის თამაშები, რომელსაც ნატო ატარებს, ყველა დაფუძნებულია იმაზე, რომ რუსეთი 2030 წელს ერთ-ერთ ბალტიის ქვეყანას დაესხმება თავს. აშშ-ის დაზვერვა ამბობს, რომ რაც არ უნდა კონდეს რუსეთს დაგეგმილი, ეს შეიძლება უკვე შემოდგომაზე მოხდეს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ახლა ნატო აწხდება. მაგრამ კითხვები რჩება იმაზე მეტად, ვიდრე მხოლოდ ის, რას შეიძლება სცადოს რუსეთმა. თავარი მათ შორის ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ ახლა? რა შეიცვალა პუტინის გონებაში, რამაც მას არამხოლოდ მზადყოფნა მისცა, ავტორიზაცია მისცეს ასეთ პროვოკაციას, როგორიც აქამდე არ გვინახავს, არამედ მზადყოფნა მისცა გამოცადოს ნატო იმ დროს, როცა მისი სამხედრო ძალები ჯერ კიდევ ჩარჩენილია უკრაინაში. რაც ხდება უკრაინაში, სავარაუდოდ ამ კითხვებზე პასუხის ნაწილია. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჯერ კიდევ არ გაქვთ არხზე გამოწერა. ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეშეტყობინებები, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი არც ერთი ვიდეო. ერთი რამ, რაც შეგვიძლია ვთქვათ აშშ-ის დაზვერვის შესახებ, არის ის, რომ პუტინის მიერ ნატოს რეაქციების გამოცდის კონცეფცია ახალი არ არის. პროვოკაციები წლების განმავლობაში იყო რუსეთის სტრატეგიის ნაწილი ევროპის მიმართ და რუსეთმა უკვე დაიწყო ესკალაცია, თუმცა ჯერ არა იმ დონეზე, რომ ჯარი შეიყვანოს. ვიდეოში ადრე პოლონეთის მიმართ მუქარაც ვახსენეთ. ივლისის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა პოლონეთს გააფრთხილეს, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე რაღაცას გეგმავდა, სავარაუდოდ ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმას. იმ თავდასხმის ხასიათი მაშინ მხოლოდ ვარაუდის საგანი იყო. ივლისის ბოლოს კი შესაძლოა უკვე ვიხილეთ, რას გეგმავდა რუსეთი. 30 ივლისს რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ეს ისეთი იშვიათი არ არის, როგორც შეიძლება გეგონოთ.
რაკეტები პოლონეთის საჰაერო სივრცეში მანამდეც შესულა და შემდეგ უკრაინისკენ დაბრუნებულა. მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებული იყო. რაკეტას თვალს ადევნებდნენ, როცა მან პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი გადაკვეთა და ის უბრალოდ განაგზობდა მოძრაობას. ნატომ და პოლონეთმა საჰაერო ძალები მობილიზეს, რომლებიც რაკეტას მისდევდნენ მანამ, სანამ ის საბოლოოდ მინდორში არ ჩამოვარდა, რის შედეგადაც უზარმაზარი ორმო დარჩა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. შემდგომმა გამოძიება მაჩვენა, რომ რაკეტა იყო რუსული ხას-1 ტიპის ფრთოსანი რაკეტა და მან უკრაინის საზღვრიდან პოლონეთის ტერიტორიაზე 90 კილომეტრით შეაღწია. აქ თავარი საკითხი სანდოობას ეხება. აშშ-ის დაზვერვამ გააფრთხილა, რომ პოლონეთში რაღაც მოხდებოდა და შემდეგ პოლონეთში მართლაც რაღაც მოხდა. პუტინმა შეასრულა ის მუქარა, რომლის შესახებაც აშშ-ს საუბრობდა, თუმცა ისე, რომ კრემლს კვლავ შეუძლია უარყოს პასუხისგებლობა. რაკეტაზე კრემლი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ უკრაინის ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა პოლონეთში გადაამისამართა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ეს ნაკლებად სავარაუდოა. ეს იყო ტესტი და რუსეთი ბევრ ასეთ ტესტს ატარებს, როცა ესკალაციას ახორციელებს. რამდენიმე დღით ადრე, სანამ ხ-101 პოლონეთის მინდორში ჩამოვარდებოდა, რუმინეთში ნატოს ძალებმა 3 დღის განმავლობაში 3 დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ნატოს საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ამ ყველაფრის წინ ატლანტიკურმა საბჭომ ივნისში აღნიშნა, რომ რუსეთი აძლიერებდა თავის ჩრდილოვან ომს ნატოს წინააღმდეგ. ყველაფრის მიზანი კი უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტება იყო. ხანძრის გაჩენის მცდელობები, რომლებიც მაშინდელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ქეირ სტარმერის წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე საბოტაჟი, ვანდალიზმი და თვალთვალი, რომელსაც ევროპულ ქვეყნებში მოქმედი პროქსი ქსელები ახორციელებდნენ, იქნა მოხსენიებული. ამიტომ, როდესაც აშშ-ის დაზვერვა ამბობს, რომ კიდევ მეტი შეიძლება მოხდეს და მალე, ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ. მაგრამ მაინც გვაქვს კითხვა, რატომ ახლა? ეს მხოლოდ დაშინებას არ ეხება. ეს ერთადერთი რამაა, რაც პუტინს აინტერესებს და ის ჰიბრიდული თავდასხმები, რომლებზეც ახლა ვილაპარაკეთ, რუსეთს ეყოფა. მაგრამ პუტინი ესკალაციისკენ ისწრაფვის. და ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ამას ყოფილი აშშ-ის ელჩი კაიროში ჯონ ბოლტონი CNN-თან საუბრისას არნიშნავს, არის ის, რომ პუტინმა შეიძლება შეამჩნიოს გარკვეული შიში ამერიკის მხრიდან. კარგი, ვფიქრობ, ის ძალიან ყურადღებით აკვირდება ტრამპის ადმინისტრაციას ირანში და რასაც გზნობს, ეს არის შიში, ამბობს ბოლტონი და ამატებს, შიში იმისა, რომ ტრამპი იმ მდგომარეობაშია, როცა მას არ აქვს მზა გამოსავალი ბენზინის ფასების პრობლემისთვის, ამერიკელი მომხმარებლებისთვის. ბოლტონი აღნიშნავს, რომ შუალედური არჩევნები სულ რამდენიმე თვეშია და ასეშო ჯერ კიდევ ირანშია ჩართული. საუბარი იმ შიშზეა, რომ არჩევნებამდე ასე ახლოს კიდევ ერთ კონფლიქტში ჩართვა მოუწევთ. თუ რუსეთი შემოდგომაზე დაარტყამს, აშშ-ო დილემის წინაშე დადგება. თუ ამოქმედდება მეხუთე მუხლი, ტრამპს შეიძლება შეეშინდეს იმგვარი პასუხის გაცემის, როგორცაც აშშ-ოს ნატოს ვალდებულება ავალდებულებს, რადგან მეორე ომში ჩართვა, მაშინ როცა ჯერ კიდევ იბრძვის ომში, რომლის დასრულებასაც ამ დროისთვის დაპირდა, შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციისთვის პოლიტიკური სასიკვდილო განაჩენი იყოს. უკვე აპრილში ბლუმბერგი ამტკიცებდა, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა საბოლოოდ აშშ-ოს უფრო სუსტად წარმოაჩენდა მისი მოწინააღმდეგეების თვალში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საწყის ზავის შესახებ შეთანხმდნენ. საჰაერო კამპანიის შოკი და წწოლა შეიძლება შტამბეჭ დავიიღო, მაგრამ ეს შედეგს ვერ მიაღწია რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მზად იყო ბოლომდე გაეწია წინააღმდეგობა. გარდა ამისა, აშშ-მ ირანში თავისი რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი უკვე ამოწურა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთთან განახლებულ კონფლიქტში ჩაერთოს, თუნდაც მეხუთე მუხლი ამოქმედდეს. პუტინი ამას ყველაფერს ხედავს და შესაძლოა მან იცის, რომ ახლა აქვს შესაძლებლობა დაარტყას, სანამ რკინა ცხელია, რადგან აშშ-ს არ სურს კიდევ ერთ ომში ჩართვა. თუმცა აქ კიდევ რაღაც სხვა ფაქტორია მოქმედებაში. შიში ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პუტინის გეგმებში. თუმცა მხოლოდ აშშ-ს შიში მეორე ომში ჩართვისა არ არის ის, რაც რუსეთის ლიდერს აწუხებს. თუ აშშ-ს დაზვერვა მართალია და პუტინი რაღაცას გეგმავს, მათ შორის შესაძლოა ტერიტორიის მიტაცებასაც, მაშინ ეს ასევე ნიშანია იმისა, რომ პუტინს საკუთარი ხალხის ეშინია. ის სასოწარკვეთილია, რადგან რუსეთს უკრაინაში მარტივ გამარჯვებას დაპირდა, მაგრამ ვერ შეასრულა და ახლა სჭირდება რაღაც, რაც ყურადღებას გადაიტანს იმაზე, თუ როგორ ვერ შეძლო დანაპირების შესრულება. ამ შემთხვევაში ნატო არის მოსახერხებელი ყურადღების გადამტანი. დიდი ბოროტი მგელი, რომელსაც პუტინი პროვოცირებას გაუწევს, რათა გაამართლოს რუსეთის სამხედრო კამპანიის ესკალაცია. აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა CNN-ს ეუბნება, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლოა მის სურვილზე მოქმედებდეს, გაამწვავოს პროვოკაცია ნატოს წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ პუტინი იმედგაცრუებულია, რადგან ვერ პოულობს გამოსავალს უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. ამბობს პანეტა და ამატებს. მან სერიოზული დარტყმა მიიღო და ვფიქრობ, ახლა ეძებს სხვა გზებს, რომ რუსეთის აგრესიულობა წარმოაჩინოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინს სჭირდება ძალის დემონსტრირება, რომელიც მსოფლიოსა და საკუთარ ხალხს აჩვენებს, რომ რუსეთი კი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ეს ძალის დემონსტრირება საჭიროა იმის გამო, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში საშინო მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში გაზაფხულსა და ზაფხულში მასშტაბური შეტევა დაიწყო, მისი შედეგები უმნიშვნელოა. სინამდვილეში როგორც აპრილში, ისე მაისში რუსეთმა უკრაინაში ტერიტორია დაკარგა. ომის კვლევის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს მონაცემებით, ეს იყო 116.01 და 291.1 კვადრატული კილომეტრი.
რუსეთმა ივნისსა და ივლისში შეძლო კვლავ მიიღო მცირე წარმატება, თუმცა ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ ორ თვეში მან მხოლოდ დაახლოებით 70 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. აგვისტოს დასაწყისშიც ვითარება ბევრად უკეთესი არ არის. ვლადიმერ პუტინი აძლიერებს რუსეთის საჰაერო დარტყმებს უკრაინის წინააღმდეგ, რათა ანაზღაუროს ეს ნელი პროგრესი. ის სარგებლობს იმით, რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტების ჩაუნგდების საშუალებები უმცირდება და სამიზნედ ირებს ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას. აგვისტოში ღამის დარტყმამ კიდევ 2 ადამიანი იმსხვერპლა და 13 დაჭრა. ეს არ არის სამხედრო გამარჯვებები რუსეთისთვის, მაგრამ ეს არის ერთადერთი, რაც ვლადიმერ პუტინს ამჟამად თავისი კატასტროფული უკრაინული კამპანიიდან აქვს საჩვენებელი. პრობლემა ვლადიმერ პუტინთან ის არის, რომ სასოწარკვეთა მას უკან დახევას არ აიძულებს. ამ ბოლო დროს გამოქვეყნებული აშშ-ის დაზვერვის მასალებში ეს ნათლად ჩანს. რუსეთის პრეზიდენტი ყველაზე საშიში მაშინ არის, როცა კუთხეშია მიმწყდეული. ის ბევრად უფრო მეტად აგრესიულად რეაგირებს, ვიდრე დანებებას გადაწყვეტს. და როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არ მუშაობს, პუტინი სხვა სამიზნეებს ეძებს. მას სჭირდება ყურადღების გადატანა, რათა ხალხმა არ იფიქროს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაში თვეში 30,000-ზე მეტ მსხვერპლს განიცდის. ის უნდა რომ მათ არ მიაქციონ ყურადღებას საწავისწვის სუნს, რომელიც უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ ნარციელებულმა დარტყმებმა გამოიწვია და მაღაზიებში მზარდ ფასებს. პუტინს სჭირდება მხარდაჭერა თავისი აგრესიისთვის და პროვოკაცია ნატოს წინააღმდეგ შეიძლება იყოს გზა, რომლითაც ის ამ მხარდაჭერას მიიღებს. პუტინს ნატოს გამოცდა სურს. მაგრამ მას არც ის ეწყინება თუ ნატო ძალას გამოიყენებს. ეს მისცემს მას საჭირო გამართლებას ესკალაციისთვის, რის გამოც ომი უკრაინაში იწყებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გავრცელებას. პუტინი აზარტულ თამაშს თამაშობს, მაგრამ მას გონია, რომ ორივე შემთხვევაში მოგებული რჩება. თუ ის ნატოს ტერიტორიაზე რაიმე სახის თავდასხმას განახორციელებს და პასუხი არ იქნება, პუტინი სანდოობას მოიპოვებს. თუ პასუხი იქნება, პუტინი დეზინფორმაციას გამოიყენებს იმისთვის, რომ რუს ხალხს დააჯეროს, თითქოს ნატო საბოლოოდ აკეთებს იმას, რასაც ის ამტკიცებდა და რუსეთს სჭირდება მობილიზება უკრაინის საზღვრებს გარეთ საბრძოლველად. ორივე შემთხვევაში პუტინი ხელისუფლებაში რჩება. მისი სასოწარკვეთა კიდევ უფრო მეტ კატასტროფას იწვევს. მაგრამ ამ კატასტროფაში პუტინმა შეიძლება დაინახოს შანსი, რომ რუსეთის პრეზიდენტად გადარჩეს. და სწორედ ამიტომ ნატო უნდა იყოს შეშფოთებული და ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციას. თუ გსურთ ნამდვილად გაიგოთ, რამდენად სასოწარკვეთილი გახდა პუტინი და რატომ არის მისი გამოსავალი უკრაინის პრობლემაზე ესკალაცია, მაშინ უნდა გქონდეთ უკეთესი წარმოდგენა, ვინ არის ეს ადამიანი სინამდვილეში. ჩვენ გვაქვს თქვენთვის იდეალური ვიდეო. პუტინი არის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია მემკვიდრეობით და ჩვენი ვიდეო ხსნის, რატომ შეიძლება ეს არ იყოს მხოლოდ მისი დაცემა, არამედ იმ ქვეყნის დაცემაც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. იხილეთ ვიდეო, რომ გაიგოთ მეტი და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რათა ნახოთ მეტი ვიდეო. პუტინის პირობებში რუსეთის კამპანიის ესკალაციის უახლესი მოვლენების შევლენების შესახებ. მადლობა ყურებისთვის.